მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩამოვედით სიცხეში, ჯოჯოხეთში. სასწაულად ხელა, ბაგურიანში მინდა, ჩემი ჟაკეტი მინდა, რომ ეცვას, ცუდად ვარ, რა ვახართ, ცოტა დავიღალე. ამ ტრიპის მერე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო რა. ძალიან კარგი ძვაკაცები მყავს, მარტივად რო აგიხსენათ რა, კიდე 1-2 გვაკლდა იქ, სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო, რაც იყო რა. კარგად დავისვენე, დავიღალე კიდევაც. დაბაწყულიც გაიყო, ბაგურიანიც გაიყო, შეკვეთილიც გაიყო, ცისინათ ვიდეოსაც შეატყობდით რა. ჩამოვიდე ხა ცხელა ისევ აქ. უაზრობა არის ხო, დავიღალე. ის გავასწორე. ყურსასმენები გავასწორე, ყურსასმენში ახლა სადაც გინდათ იქ გესმით რა. ორივე ყურში გესმით, ჩემი ხო აღარ არის დაჟე ჩერის მესიჯი რომ მენახა ცოტა უფრო ადრე წინა ვიდეოშიც გასწორებული მექნებოდა, მაგრამ ვერ ვნახე და ამიტომ ეგ არაფერი დაიგდეთ. რა შვებით რა ვახართ თქვენ აქ ამ სიცხეში როგორ გძლებდით? იმედია წასულები ხართ ვიღაცები ისვენებთ. სასწაულად ძღელა. აიმე, ძალიან რთული გადასატანი არის. მე ხო იცით რომ დღით ადრე წერ ყველა ვიდეოს და დღეს არის იბერია და ლევადია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოუგეთ უკვე მზად ვართ, მოგებულები ვართ, გასულები ვართ მომდევნო ეტაპზე. მე მგონია რომ გიზიმ გაიტანა 1-2 გოლი. გიჟდები მოგბიჭდა, კაროჩე სადაც ვარ, როგორც ვარ, კარგად ვარ, კარგად მომყოფს. აიმე, როგორ უი, იმ დღეს შემხვდა ჩემი ერთ-ერთი გამომწერი და მეუბნებოდა რომ ძალიან სასწრაფო რაღაცები მითხრა ჩემი აზრით. მე გავიცინე. აროჩეო დონაცია დაამატეო რა. იმიტომ რომ მინდა რომ დონაცია გავაკეთო შენს ისა ჩვენს არხზე ესე მითხრა. მეთქი არა ტეხავს თქო რა, მე ასე მომათხო რომ არ არის მთა ეხა ეგ დონაცია ნახდა არ არის ეგ, მაგრამ აი მიტყდება თქო რა, ვინმე არ იფიქროს რომ აგის გამოვაკეთებ მეთქი რომ ერე ვიღაცისგან რაღაც მაყუთი მივიღო თქო და არაო ბიჭო, რა სიძახიო, შენი არხი არისო, მარტო შენი არ არისო, ჩვენი არისო რა, აი ყველა ვისაც გვინც გიყურებთო, ყველასი არისო რა. და გვინდა რომ ჩვენ არხზეო ფული შევიდესო რა. მეთქი გასაგებია მეთქი, მაგრამ ცხენია თქო რა, მაინც უხსნიდი და მე ძალიან მაგარი მაგალითი მომიყვანა, რომელიც ძალიან მომეწონა. ესეთი რაღაც მითხრა რომ აი იტალიურ ეზოშიო რო ცხოვრობო და ჭიშკარი რო გაფუჭდესო. შენ ხო დადებო ფულს, სხვამაც ხომ უნდა დადოს. ჩათვალეო რომ შენი არხი არისო იტალიური ეზო და ყველა მაცხოვრებლები ვინც ვართო, ჭიშკარი გვაქვს გასაკეთებელიო. მეთქი რა გინდა მეთქი რომ შევცვალ თქო არხზე ვაფშე თქო რა. რა გავაკეთო თქო და ლაივები დაიწყო. მეთქი ვეცდები თქო, მაგრამ ლაივებს ფული უნდა. მე ხო და გააკეთე ეგ დონაციო და იქნება ყველაფერი. მეთქი არა მწვენია თქო. კაროჩე ხო ნუ როგორც არის, როგორც სადაც არის. ძალიან კარგი ბიჭი იყო. ბიჭი რა კაცი იყო, ჩემს დიდი იყო. 1.27 წელს იქნებოდა. კაი ტიპი იყო. კაროჩე ციცინათ რა შეხვდა. და ეგრეა რა. ეხა ჩამოვედი ამ სიცხეში. ძალიან მინდა მართლა ლაივების დაწყება, ის ფიდივით რა. real life ლაივების. ბენიმ გააკეთა ერთხელ და ისე გამისწორდა მაშინაც პროსტა ნაწილი ვიყავი არა და იმისი. ფუ ჩამოვიჯვი. ეგ არაფერი. აი დღეს თუ შეგხვდებით და ჩამოჯმული მექნება, უკვე იცით საერთოდ რატომ აქ ჩამოჯმული. რაზე მინდოდა ლაპარაკის სინოშე რო გითხრათ, არც ვიცი. მე მაინტერესებს თქვენი აზრი რა, აი ჩემს მაგაცებზე, აი ჭიპაზე და შუგაზე. ხო, ხოლმე საყვარელი ბიჭები არის. შეყვარებული მინდა ჭიპასთვის რა. 25 წლისა უკვე ჯო. ვინმე კაი გოგო მინდა ჭიპას დაუთრი აურა ცუდად თქვი ყველაფერი ღმერთმა. არაფერი მსგავსი არა. უბრალოდ მინდა რომ ჭიპას ყავდა შეყვარებული. ანუ მეტი არაფერი. იმიტომ რომ ჭიპას რო შეყვარებული ეყოლება, მერე შუგაც ვინუჯდენი იქნება რომ შეყვარებული ყავდეს და სადმა 4 კაცი კი არა 6 წავალთ. მაგიტოთ. რა მაგრა ცხელა ბიჭო აქ როგორ ძლებდით? აიმე. ეხლა იბანავე, აი ხა რო ჩამოვედი. ღამე ჩამოვედით 3 საათზე. მაგარი ისინი გადაგხვდა. 17 წუთი ჩამეძინა გზაში და დამცინეს, გადამიარეს მაგაზე. გორთან გაჩერდნენ მოსაწევად რა მანქანაში არ ვეწევდით. სუნი არ გვიყვარსო.
მე მგიდია, მაგრამ ლენკას არ უყვარს და ლენკას საზრს ითვალისწინებდნენ და არ ვეწოდით მანქანაში და ჩერდებოდით ხოლმე გზა და გორთან გავჩერდით და აქამდე ჩამძინებია სადღაც გოგიც აბაძის სიმღერა ჩაირთო და გოგიც აბაძის სიმღერა ხო ისეთია რომ აი ყურშეშედის იავნანათავითა და წამაკი მაგრამ რა მექნა ეხლა ჩემი ბრალი იყო რა რომ დავიძინე მათ ადგნენ და გადამიარეს იმენა რომ ჩამოვედი მანქანიდან იმენა საბა ესე იყავიო და აღარც ჩამოუწევია 1.8-ია თავი იმის მერე დამცინოდა ვაფშე კაია რა ვაკაცებმა ერთმანეთს უნდა ეკაიფოთ თორე სხვა რო გაგეკაიფება მე რაღაცა ის იქნები რა შებოჭილი იქნები და გეგონება რომ რაღაც ცუდი გითხრა და არჩ ხომ იხდით რა ძალიან კარგი არის სამეგობრო ტრიფები რა ბევრმა ქენით და ბევრჯერ ქენით იმიტომ რომ მაგრა ასწორებს რა მარტო როცა ხოლ კი ეგეც აუცილებელია მარტო სიარულის მაგრამ სამეგობრო ტრიფებიცაც თავისი ძალიან კარგი მუღამი აქვს და ეგეც საჭირო არის ცხოვრებაში მე თუ მკითხავთ რა აი კარვითაც წავიდოთ მაგრამ ლენკას არ უყვარს კარვები ერთხელ ვიყავი ჩარშად ჩემ ბიზნესთან ერთად ვიყავი კარვით და ის მეორე წამოსვლელი არა ჩემი აზრით აი დღეს ახლა სამსახურში გასვლა არ გინდა მე მუშაობ რა ну короче ფულუ მაფიაში ვარ რა და მან ვარ ვიღაცა მითხრა მასენა ჩენი ისენი ფულს საიდან შოულობ ეგ თქვია ფულს არ საიდან არ შოულობ არ ვიცი ხან საიდან შოულობ ხან საიდან რაღაც შეკვეთები სულ შემოდის ხან რაღაც რეკლამა არის ხან ის არის და რაღაცნაირად შოულობ და ისე ჯითუს ვეხმარები ხოლმე რა რაღაცებზე რაღაცა ბიზნეს არა მაგრამ რაღაცა პარტნიორული ისე გვაქვს რა და მანდან გამომდინარე შოულობ ფულს თუ შოულობ მაგრამ ვერ შოულობ თუ ძალიან ხარ დაინტერესებული ვერაფერს ვერ შოულობ განსაკუთრებულად ჩემთვის ვარ ეს წყნარ ჩვიდად დაღლილი აუ რა მაგარაც ხელა ბიჭო იმენა აზროვნების უნარი წამერთვარ არ შემიძლია რა ესეთები რა თან დედა ჩემი არ დამხვდა თბილისში დამახვედრა კარტოფილის და ყველის ხინკლები გაყინულ მდგომარეობაში ჩემი ფავორიტი საკვები არის დგლაობით განსაკუთრებით 1.25 წელი მაქვს უკვე ნაჭარ ეგრე ვჭამე მე რაღაც ვაკეთებდი არ მახსოვს ეს ვაკეთებდი მე ვიბანავე ეხა ყავა გავიკეთე მოვედი დავჯექი ეგრევე ეხა უნდა წავიდე ლენკას ბანკში აქვს რაღაც საქმე და იქ უნდა გავყვე დავიღალე რა აი მე კონცენტრაცია მიჭირს ერთ კონკრეტულ საკითხზე კი ვერ ფიქრობ ვაფშე ისე ცხელაჩი ეს რა არის თქვენ სადაპირებთ დასვენებას დღე ჩერიკოს აქ დაბადების დღე პირველში დღეს არის 28-ში ვიდებ 28-ში ვიღებ 29-ში ვიდებ 29 უნდა იყოს მეცა თუ დღეს 29 არის და 30-ში ვიდებ კალენდარიც არეული მაქვს რომ მოგატყუოთ რა მაგარი არეული ვარ მაგრამ მიდი და არა ირიო 20 გუშინ ვიყავით ჩეკვეთილში რომ ვიყავით იქ იყო საჯავახოში იყო 38 გრადუსი რა გზად რა ჩემ მანდ სიგარეტს მოსწევად გადმოვედით და არ ვიცი გამხდრები წავედით მე ისე გავიოფლე რა ვიცი ვა დეზადორებზე ვილაპარაკებ შემდეგ ვიდეოში ახლა გამოვიდა დეზადორები მაგარი რაღაცა არის შემდეგ ვიდეოში კი ახლა ვილაპარაკებ დეზადორები მაგარი რაღაცა არის უნდა შეისხათ ოღონდ ჯერ უნდა დაიბამოთ და ისე შეისხათ თორე უფლენზე რომ შეისხათ უფრო ცუდი არის ვიდრე კაი დამიჯერეთ ძალიან ცუდს უნიაქვენ აი ვეცეთ აი მე არ შემიძლია რა დღეს მაბადიეთ რა დაღლილი ვარ ძალიან ხო გეჭვრავეთ რა გინდათ ნუ ჩხუბო ვა ხალისთვის იმდონსის იმას გავაკეთებ დაგიგდებთ მანდ და თუ იმას ამიგენდომებათ იქ კენთ შევაგროვოთ და ხინკალი ჯამთ აი მეთეთ ბიჭო აშკარად დასწორებს რა ეს გასვლითი დღეები რა გასვლით დღეებში უფრო კაი ვიდეოები გამოდის მე მგონი და ბევრს ვივლი შევეცდები რომ ბევრი ვიარო ხოლმე მაგრამ ახლა სად ვივლი ყოველ დღე მოგიწევთ ასეთი დებილი ვიდეოების ნახვაც მოგიწევთ აი ხა რა უყურებთ აი რას უყურებთ აი რა მოგცათ ამ ვიდეო არ ვიცი არ ჯიგრები ხართ აი მეთეთ არა ძალიან მიყვარხართ არ შემიძლია ამ ვიდეოს ჩავქათავ მოდი
ხვალ უფრო ადრე გავიღვიძებ რომ ზემა შემაწუხოს და ისე გადავიღებ თორე ნამეტანია ეს რა არის ან სხვა ოთახში გავალ ან ამას ვიზამ დავიღალე ბიჭო აღარ შემიძლია მართლა აღარ შემიძლია არ შეიძლება ეს ცხელი ადგილები კონდიციონერები დავამატ აბუდაბიში და იმები დუბაებში რო არის კონდიციონერი ქუჩის კონდიციონერი და დიდი კონდიციონერი დავაყენებ და თბილისის თავზე თაწვიდას დავაყენებ ერთი ცალ დიდი კონდიციონერი ან ზის გვერდით და დაგვიბეროს ეშმაკის ბურბალს დავუყენოთ ისა რა რომ ვენტილატორი მაინც იყოს რა ესე ეტრიალებდეს რა ეგ მაინც გააკეთოს რაღაც გააკეთოს რა თქმა უნდა ეს ეშმაკის ბურბალი მაგრამ არ მევასება ეშმაკის ბურბალები ჯერ ეშმაკის ბურბალი ეშმაკი რატო ბურბალია რა დედამოწყონი რატო ქვია ეშმაკის ბურბალი აი ცუდათავა მე გავრეკე მე მგონი არ ვიცი ცოტნესაც რახეთ რა სახი აქ უი რატი გახდა მამა მეორეთ კიდე და მეორე შვილი ეცინა რატის ქალბატონი ევა მანდარია შეემატა მანდარიების ოჯახს აქედან მოგილოცავთ ჩემო ძმებო კარგად ყავდეთ ჯანმრთელად მიყვარს მატებები ახჩი ან ცოტნეს სახეზე ეთყობა ხო როცხელ ცოტნეთი გავიმშრალებ სახეს რაჩო აი ბიჭი ეს აი მე არა ძალიან მიყვარხართ მართლა ძალიან მიყვარხარ დღეს არ შემიძლია გერანდელი დღე მოვაპატიეთ ვერც ვერაფერზე ვერ დაგილაპარაკებით ვერაფერს ვერ ვიზამ ვაფშე რომ სუნთქავ ეგეც იმხელა ენერგია მიაქვს მაგ სუნთქვას რომ არა ნუ არა მე შევეცდები ხოლმე რომ ჭიპასთან და ბიჭებთან ერთად ჩავწერო ხოლმე ვიდეოები არ გადაგისწორდებათ ეგეთი და მაგას ვიზამთ აი სადმე რომ წავალ ის ლაივისთვის რა აპარატურა მჭირდება არ ვიცი მაგრამ მაგას მომძებნი რა აპარატურა შეიძლება დამჭირდეს და იმ აპარატურას დავითრევ რა შევეცდები რა ფულს ვაინ შევაგროვებ და დავითრევ და მაგას რომ დავითრევ მე უფრო ხშირად შემოგთავაზებთ ხოლმე ქუჩის ლაივებს რა 1-2 საათიანს მაინც ხოლმე რა თავიდან მე ვნახოთ რა იქნება რა სხვა ქალაქში რო წავალ მაგას მაინც შემოგთავაზებთ რა სიარულის კი არა მგზავრობის დროს კაი რაღაცები იჩიტება ხოლმე და იკარგება მე რა ცხოვრებაში ეგეთ რაღაცები და ეგიდან მინდა რომ ეგეც შენახული მქონდეს რა ერთ ჩემს აი საბადოზე აი მე სხვათა შორის კიდე ერთხელ მინდა რომ ეს green mall კემპინგი გავაპიარო იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხალხი იყვნენ აი არაფერი განსაკუთრებული არ იყო მაგრამ რო ჩავედი თხოვეთ ბანაობა რა გუშინდელ ვიდეოში მოვყევი მე მგონი მაგრამ კიდე მოგიყვებით დასაბანი ადგილი ვთხოვეთ რომ მაგაში მეთქი ფულს გადავიხდით თქო და იმერა არა ქართველი ხარო ფული როგორ უნდა გამოგართო მეთქი ჩემი ვიჩხუბეთ 1-20 წუთი ჩხუბავდით რა გეხვეწები ფული დაიტოვე და ის არა გეხვეწები წაიღე ეგ აჩხუბი ხო და ეგრე რო ქენით ბოლოს მაინც არ ქნა რა ძალიან მაგარი ხალი იყო ძალიან მაგარი ოჯახია საერთოდ რა და ვაფშე ძალიან კაი ადგილია დასასვენებლად ხო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია კემპინგით თუ მიდიხართ იმენა შეკვეთილში უნდა წახვიდე ეგეთი კაი ადგილი იშვიათი არის იქ რაღაც პატრა მაღალიც კონდათ გუში მწვას წონდნენ მე მივსწარით ვერც დამშვიდობა ვერ მოვასწარი იმიტომ რომ დაკეტილი ჰქონდათ სახლის კარები და შემწყდა დაგაკვირება აი მე დედაც და აუ როგორ მიყვარხართ ჩემი და აი მე აი ხა ისე ცხელა რომ დამჭირდება თქვენი ისენი რა დამჭირდება თქვენი იდეები რაზე გადავიღო ვიდეოები ჯიგრები ხართ ვინც უყურეთ და ლაიქით გამოიწერეთ დათვები მე დათვები და მოვიცოთ იქა სადაც წამოსაცმელია კარგად ხართ